შეხვედრიდან შეხვედრამდე პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური ოპონენტები ივანიშვილს ციხეში ყავს შეგროვებული დროდადრო ხვალ მელიას დაამატებს დიდი ალბათობით თქვენ როგორ უყურებთ არ მისვლის გადაწყვეტილებას სასამართლოში ეს არის პირველი შემთხვევა ალბათ როცა რაღაც იქნება განსხვავებული თორემ საბოლოო ჯამში სისტემა ალბათ მელიას მაინც დააპატიმრებს მოგესალმებით სოფომერსამ ჩვენს მაყურებელს სოლიდარობას ინდესის პატიმრებს ახლა თქვენ გაიხსენეთ ის შტურმის ხამე და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბოლოები ვიყავით მე და საბაბოზე ვინც ხა წղილიდან გამოგლიჯებს მაშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იმახსოვს ეს კადრი შეუძლებელია დაგავიწყდეს პირველ რიგში ხო იმ კაცში მართლა ჩანს როგორ ბოლოები ვიყავით ოთახში კონკრეტულად ვინ იყო კაცში არ მახსოვს მაგრამ ძიძგილაობა მახსოვს გადავახსოვს ამბავი იყო ამიტომ გამდინარე იქიდან სრულად სოლიდარული ვარ ნიკასადმი და იმ პოლიტიკურ ბრძოლაში რა გზასაც აირჩევს ამ გზას აბსოლუტურ პატივს ვცემ და ეს ის გზაა რომელზეც ადამიანები პოლიტიკოსები არიან ადამიანები და ჩვენ ყველა ვირჩევთ სხვადასხვა ბრძოლის გზას მეთოდს ამ ვითარებაში და ჩემთვის ნიკას ნებისმიერ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით იქნება გამოხატავ თუ არა ხვალ სოლიდარობას მის მიმართ. რა თქმა უნდა, სოლიდარობას ეხაც გამოხატავ, ხვალაც გამოხატავ და ამ ბრძოლაში ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი თანამებრძოლები ვართ. მე, თქვენ, სოფო, ნიკა. შედეგი იგივე შეიძლება დადგეს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში რაც გადაწყვეტს ივანიშვილი, ხო? აქ მთავარი არის პროცესი დაიწყო, ეს პროცესი ჩართეს მაშინ, როდესაც ეს ღვარძლის კოლიზეუმი დააფუძნა ქალბატონმა წულუკიანმა, სადაც თავის პირად კომპლექსებთან ერთად ივანიშვილის და რუსების დავალებას ასრულებს. მიზანი გამოჩნდა ამ კომისიის ეხლავე აგერ მყისიერად რომ იყო პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ამ პოლიტიკური ოპონენტების პირველი ვიზეს დაიწყო ეს საქმე და ვისაც დაუდგა ეს რისკი და საფრთხე იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფაქტობრივად ამაზე დიდი საგიჟეთი რა შეიძლება იყოს რომ ნაციონალურ მოძრაობას ბჭყალებში 9 წელს რო იძებდა იმ კომისიამ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დაიბარა პირველები მაგრამ ნუ ამ აბსურდში ცხოვრობთ რაღაცა აზიური ტიპის გვიანი აბსოლუტიზმის დიქტატურაში რომელიც ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ხო ამ ფრაზას რაღაცა ეს ბელორუსი არ არის და რუსეთი არ არის და ეგრეთ ჩემმა წინამორბედმაც რაღაცა ანალიზი და რუსული პოლიტიკური სამყაროს ეს რუსეთი არ იქნება როდესაც აქ ეხა ძალიან მალე ამ კაცს თუ მივეცით საშუალება ეს იქნება ჩეჩნეთი ეს იქნება ადიროვის ჩეჩნეთი მთელი თავისი პროცესით როგორ ჩაახშეს იქ თავისუფალი ქვეყანა როგორ მოკლეს და განდევნეს ქვეყნიდან ყველა ის ადამიანი ვინც იცავდა ჩეჩნეთის სუვერენიტეტს და მივიღეთ ეს რაღაცა ლომის ბოკვერებიანი ბაჩიაშვილი ახსენებდა ქვეყნის გარეთ ინტერესს და ჩეჩნებს ახსენებდა თუ სწორად შეიძლება პირდაპირ ჩეჩნების სახელოვი იყოს მაგრამ ეს მეთოდი არის ეს გადაცებას არ გულისხმობ რისკზე საუბრობდა ის მანამდე რომ ის შეიძლებოდა ლიკვიდირებული ყოფილიყო ორი ქვეყნის სპეცსამსახურზე დაღნობით ქონდა მას ეს ინფორმაცია და ეს სცენარიო შესაძლოა მთლად ივანიშვილის დაგეგმილი კი არა ქვეყნის გარედან იყოს დაგეგმილი ასეთ ვერსიასაც ყვებოდა მოკლედ ინტერესი რუსეთის და ივანიშვილის ამჯერად ერთია ხო? ყარასინის განცხადებას თუ ნახავთ, დავინახავთ ყველაზე მარტივად, რასაც 250 წლიანი კოლონიზაციის მანძილზე აკეთებდნენ ზოგადად ეს რუსი ნამესნიკები ამ ქვეყანაში, რომ ყველაზე მძიმე სათქმელს მათი კოლაბორაციონისტების თვითონ ამბობდნენ, აგერ ყარასინმაც თავის კოლაბორაციონისტების მაგივრად, ანუ ქართული ოცნების მაგივრად პირდაპირ თქვა, სად მიდის ეს ქვეყანა და რა სურათი დადგა, ხო, რომ თურმე ორი ქვეყნის დიპლომატები აქტიურები არიან, თურმე 2008 წლის ომი ისტორიული მოვლენები არის, რომლის გამოთაც ვერა ვართ ერთ წერტილში და თურმე ალუჩაც აყვავილდა და მომწიფდა რაღაცა კი დამწიფდა რაღაც ხილი და ამ ურთიერთობაში დამწიფდეს. უნდა გვესმოს რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივართ. მე მესმის აქ რაღაცა სხვადასხვა მიდგომის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. ყველაფერში მართლები ვართ, ამიტომ დღევანდელი ვიზიტი უნგრეთში პრორუსების შეკრებაზე, ულტრების შეკრებაზე ფაქტობრივად ყობახიძე დღეს ერთ დარბაზში იჯდა AfD-ის ლიდერთან, რომელიც ხარს უჭერს მაგალითად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას, ხომ? სადმე, აი ძალიან დიდი გულისყურით შეიძლება მოусმინოს მათმა მომხრემ თუნდაც, ვინმე
რაიმემ სადმე თუ ახსენებენ ქვეყნის ინტერესს არავით არის ქვეყნის ინტერესის ხსენება არ არის გაუტანსოფო შეხედეთ დღეს შალო პაპუაშვილმა თქვა რომ თურმე აქამდე ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არ იყო ქმედით ეს რაღაც ამ განცხადებაში ეს რაღაც პასუხილების ავტორი გახდა ეს კაცი საზიზღარი მდგომარეობის ჩააგდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინსტიტუტი და ეს რაღაცა ბირჟის მთხრობელის როლი მიცეს ამ საწყალ ადამიანს და აი ამას გაუშვა ხაზი ამ საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობები რომ ძირითადად გამოიხატებოდა ჩვენ სამხედრო ურთიერთობაში და იმაში რომ სამოქალაქო გამოვლილ ქვეყანაში, ტერიტორიულ ოკუპირებულ ქვეყანაში ჩვენი შეერაღებული ძალები ჩამოყალიბდნენ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამართულად და შემდგარ შეერაღებულ ძალებად და ეს ყველაფერი შეერთებული შტატების, ცალსახად შეერთებული შტატების დახმარებით ხდებოდა, თურმე ეს არ იყო ქმედითი ურთიერთობა და თურმე ქმედითი ურთიერთობა არის რაღაც სავაჭრო შეთანხმება. ისინი აი ამ ფრაზებით, ამ იდეოლოგიით, ამ კომპლექსების მოხსნით, ფულის კომპლექსი დარჩა, ოღონდ რუსეთუმეობის კომპლექსი გაუქრათ ამ ხალხს. ამ ყველაფრით ისინი მიექანებიან კარასინის განცხადებამდე, მიექანებიან იქამდე, რომ საბოლოოდ მოიხსნიან კომპლექსს და იტყვიან, რომ ისინი არიან რუსები და ეს ქვეყანა უნდა წავიდეს რუსეთში და საქართველოს უნდა გახდეს ჩეჩნეთის მსგავსი რაღაცა ერთი დიდი ჯიპების, შავი ჯიპების კრიალოსანი. აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი, ამიტომ ამას რას უპირისპირებთ? ამას უნდა დაუპირისპიროთ პირველ რიგში წინააღმდეგობა, გაუტანსოფო, იმიტომ რომ წინააღმდეგობა ერთი რამ არის, რომელსაც ჩვენ ხედავთ. მიუხედავად ძალიან ძლავრი საინფორმაციო ომის მანქანაზე, რომელიც მათ მხარეს არის და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული სპეცსამსახურები ამაში საუკეთესოები არიან სოფლიოში და იმედის და ამ ყველაფრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. ამიტომ ამ საინფორმაციო ომის პირობებშიც კი ჩვენ ვხედავთ, რომ 6 თვის წინ დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობიდან ნახევარი დღეს სად არის კი ვხედავთ და როგორი პანტაპუნტით გარბიან და თან ეს რაღაცა სახელმწიფო მინისტრები კი არ გარბიან შერიგების დარგში და იმაში, ეკოლოგიის თუ ბუნებრივი რესურსების დაცვის ფიგურები ივანიშვილის საყრდენების ატლასები, რომელიც მის ხელისუფლებას ამაგრებდნენ. ეს ხალხი მიდის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით, ეს იზოლაცია, სანქციები, ეს ყველაფერი ერთად მუშაობს. მე მესმის, რომ შეიძლება ასეთ ვითარებაში 180 დღის თავზე ზოგიერთ ჩვენთაგანში რაღაცა უიმედობა გაიღვიძებს, ზოგიერთ ჩვენთაგანი გადაწყვეტს, რომ კაპიტალიზება უნდა მოახდინოს ოპონენტებზე და ესა რა ქვია, კოლეგებზე და პარტნიორებზე თავდასხმით. ვიღაცა გადაწყვეტს, რომ რაღაცა თემები ამოწიონ ზემოთ, რომელი თემებიც არ არის დღეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ამ ბრძოლაში, როდესაც რუსეთი შენ ქვეყნის დაპყრობას აპირებს. მე ეს ყველაფერი მესმის და ეს ყველაფერი ემოციების ბრალია და იმის ბრალია, რომ ადამიანები ვარ და სხვადასხვანაირად უძლებენ ადამიანები ამ ემოციებს, მაგრამ ერთი რამე უნდა გვესმოდეს. ყველა ის ადამიანი დღეს სხვადასხვა სიდუხჭირის პრობლემის გაჭირვების გამო არ არის აქტიური ამ პროცესში. არ მოდის რუსთაველზე რაიმე ფორმით არ გამოხატავს თავის პროტესტს. ეს ადამიანები ახლა უნდა გააქტიურდნენ, იმიტომ რომ მათი შვილები ქართველები ვეღარ იქნებიან. და ნიკამელია ხვალ პატიმარი იქნება დიდი ალბათობით და მან მთავარი მისი სათქმელი რამდენიმე დღის წინ თქვა, როცა საგანგებო ბრიფინგზე მოუწოდა ყველას თქვით აპირებთ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობასო. ეს იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თარიღიც კი დააწესა 26-იო, აქამდე უნდა ვიცოდეთო. ამ საკითხზე კვლავ რჩება ბუნდოვანება, ამიტომ ყველა ჩემს სტუმარს ვცდილობ, რომ კიდევ ერთხელ ვკითხო მაყურებლისთვის. კი ბატონო, ნიკას კიდევ ერთხელ სრულ სოლიდარობას უცხადებ, მაგრამ მე და ძლიერ საქართველოს პოლიტიკაში არა ვარ იმის გამო, რომ ნიკა მელიას უპასუხოთ ხოლმე მის მოთხოვნებზე. კი, ამას არ არის ნიკას ახირება, მოდით ვიყოთ უცხოელები, ეს არის საზოგადოებაში გაჩენილი კითხვა, რომელიც რეალურად დადგება ოქტომბერში. მე არ მიმაჩნია, შეიძლება საზოგადოებამ ეს კითხვა და რა თქმა უნდა თქვენ ეს კითხვა უნდა დასვათ, მაგრამ მე არ მიმაჩნია სწორი, რომ პოლიტიკური პარტნიორები ამ კითხვად აღიქვით, რას აპირებთ ოქტომბერში. მაგრამ რაც შეეხება იმას, რასაც თვითმმართველობის არჩევნებს კიდევ ხო ვამბობ, ბრძოლის მთავარი ხაზი დღეს გადის იმაზე, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ რუსეთისგან. ეს ბრძოლა მრავალფეროვანი უნდა იყოს. დღეს ეს ბრძოლა მრავალფეროვნებით მოვიდა აქამდე, პროტესტით, საერთაშორისო წნეხით, სხვადასხვა მოვლენებით. მე მგონია, რომ ამ ბრძოლას სჭირდება აბსოლუტურად ყველა ფრონტი, ფლანგი. ამიტომ ჩვენ ჯერ კონცენტრირებული ვართ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე, ჯერ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ ეს რიცხვი, რომელიც იზრდება პოლიტპატიმრების, ეს რიცხვი აღარ იყოს ციხეში და ადამიანები პოლიტპატიმრები არ იყვნენ ამ ქვეყანაში. ჩვენ პარტიის შიგნით მსჯელობთ. ამ მსჯელობის შედეგს აუცილებლად გარეთ გამოვიტანთ, სანამ პარტიის შიგნით მსჯელობთ და ჩვენ ვარ დემოკრატიული პარტია და ეს ვანახეთ მე მგონი 5 წლიანი არსებობის მანძილზე. გამოვიტანთ მაშინ ჩვენ გადაწყვეტილებას, როდესაც ამას ჩავთვლით საჭიროდ და ეს მსჯელობა შიგნით იქნება დამთავრებული და ჩვენ ვიქნებით შეთანხმებული ჩვენ სამომავლო გზაზე. მაგრამ აქამდე აუცილებლად ვიტყვი, რომ მთავარი რჩება საპარლამენტო არჩევნებში. ჩანიშნა და მთავარი რჩება პოლიტპატიმრების განთავისუფლება და სწორი მიმაჩნია ამაზე ლაპარაკი. კი ბატონო.